უბრალოდ ან რომელ რეებზე საუბრობენ, როცა სადაც იყო ცოცხები. როგორ რა სინდისით საუბრობენ, მე მაინტერესებს უბრალოდ. აი მეტი კითხვა არ მაქვს, სადაც იყო ცოცხები, რომელ კვერცხებზე საუბრობენ და რას ლაპარაკობენ, რა სინდისი. მადლობ, და გადმოვდივარ ახლა. გისმენთ? კითხვები საერთოდ არ გექნება. თქვენ ნახეთ ცოცხები? კადრების გჯერა თქვენ? ხარ? რომელი კვერცხები, რომელი თავრობა როცა ოპოზიციას აქციებს უწყობს, ნორმალურია? ის არ გჯერათ რო იყო? ნორმალურია? გეკითხებით მეც, აი გეუნებით, იყო ხო, ცოცხები. მადლოსნების ხარ და ვერ კაც რო ცოცხი უკან გქონდეს, ის ფეხზე დადგება? მოიცა რა, თქვენ კიდე თქვათ რომ არ იყო ეს ყველაფერი. ხო, არ იყო, ეგ იყო სპექტაკლი დადგმული რა. და სირცხვილია. რაც ეს თავრობა მოვიდა, რა გააკეთეს, ერთი მაინც დამისახეს. მაშინ მიხვდებოდით რა იყო, გაიგეთ? ისე რომ მოქცეულიყენ, როგორც იმათ ექცეოდნენ. მოდით, მე მინდა დარბაზ ხოვო. დიდი მადლობა. რა გააკეთა ამ თავრობამ, რაც მოვიდა, რამე გააკეთეს? რა გააკეთეს? რა ცხოვრობ თავისუფლად? იცი რა, ძალიან მშვიდად გძინავს და ეგ ტერორში ცხოვრობდით. ჩემი მინისტრია ციხეში. შენი მინისტრი იყო და შენაირად რომელი ბრალი დაუმტკიცეს? ვერცერთი ვერ დაუმტკიცეს, იმიტომ რომ უდანაშაულოძის. ვანო მერაბიშვილი. არის მის კარგო, არჩევნებმა გადაწყვიტა თქვენი მინისტრების კარგი, არის